მითხარი ხა აქ რა ხდება? ნუ ეს არის ასე ვთქვათ, ჩემი ავადმყოფ. ლამაზი და საინტერესო ვარ ქვების მრავალფეროვანი კოლექციონერობით, რაღაცა კრისტალები და ამბობი მაგრამ მაინტერესებს და აი ბავშვობიდან დავიწყე რა. ხო და ეს ყველაფერი ზოგი ხა ჩემი ნაშოვნია, ზოგი ნაჩუქარია, თქვა აი ეს ამაზონიტი საქართველოში არ არის. უმეტესობა უფრო საქართველოდან არის. არაგვის ქვები არის, ეს ზოლები ლოქს. ეს არის ქალცედონი, ახალციხიდან არის, ნუ სხვადასხვა აი ეს ზღვის ქვებია ძირითადად ეს კიდევ აქ აი ეს არის ზღვის ქვა. და შერეულია რა. ხო თაბაშირის კრისტალები. ეგ უდაბნოს ვარდსაც ეძახიან მაგ სახეობას. მაროკოში მოიპოვებენ, ოღონდ ის უფრო შედარებით ვარდის ფორმა აქვს იმას. უფრო აი ეს გავს მაგას, ეს და ეს. ეს ერთი მთლიანი კრისტალია. რა ვიცი, ეს კრისტალები ძალიან უფრო მეტად მიზიდავს ვიდრე უბრალოდ ქვები, მაგრამ თაბაშირი უდაბნოს ვარდი უფრო უდაბნოს ვარდი. მაროკოში როა ეს უფრო მეტად გავს რა. ჩემი აზრით მე ყველაზე მეტად ეს მომწონს. უფრო რაღაცნაირი გაშლილი და ექსპრესიულია. კიდევ ეგ არის ლუმინესცენტური. ულტრაისფერ ფანარს რომ მიანათებ, იტენებოთ თქოს სამის ატომები და ხო აი. აი ეს დინოზავრის კვერცხიც მართლა. დინოზავრის კვერცხი. ეს უკვე არ აქვს რა. დინოზავრის კვერცხი? ხო რა, მოკლედ დინოზავრის კვერცხი დავაქვი, მაგრამ ეს სავარაუდოდ არის ონიქსი არის ქვა. ეგ ონიქსი არის სტალაქტიტები და სტალაგმიტები რო ფორმირდება, კალციტია რა ძირითადად და აი ეს დანალექია მოტეხილი სადღაც, რა ვიცი, რომელიღაც ხეობაში ალბათ იყო ეს ტრავერტინები არიან რაღაც დაახლოებით მაგ ტიპის ქანებია და მოტეხილია და მე დამკვალებულია და რიგის ქოდა ქცეული და ამასაც აქვს ეგეთი ეფექტი რა, ულტრაისფერი სხივი მუხტავს ამას და ლუმინესცენტური არის მოკლედ რა. ვაუ. რა მაგარია. აი ეს თბილისელია მოკლედ ეს ტიპი. ეს არის კალციტი. ეს კალციტია ნარინჯისფერი რომელიც არის და ეს ანთაბაშირია, ნიგივე კალციტი უბრალოდ